გამარჯობა, მე ვარ დინა და თქვენ უყურავთ Billboard საქართველოს. Billboard ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გავლენიანი ამერიკული მუსიკალური გამოცემაა, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გამოდის, მათ შორის საქართველოში. მეკითხვაში ორჯერ გიყვებით ქართულ და უცხოურ მუსიკალურ ინდუსტრიაში მიმდინარე სიახლეების შესახებ, რომელზეც Billboard საქართველოს ჟურნალისტები მუშაობენ. Billboard Georgia-ს სერიული კონცერტების პროექტის Billboard Georgia Stage-ის ახალ სეზონს იწყებს. 4 ივნისს თბილისის ცნობილი ამერიკელი არტისტი Mono Neon ეწვევა. Mono Neon მემფისელი ბასისტი და ფანკის შემსრულებელი მუსიკოსია, რომელმაც სახელი იმპროვიზაციული დაკვრის უნიკალური სტილით გაითქვა. ის იყო ერთ-ერთი უკანასკნელი მუსიკოსი, ვინც Prince-თან ითანამშრომლა. გამორჩეული შესრულების სტილმა მას შესაძლებლობა მისცა იმუშაოს ისეთ მუსიკოსებთან, როგორიცაა Ghost Note, Mac Miller, Nasi, Bootsy Collins, Judith Hill და Jacob Collier. Mono Neonis მუსიკალური კარიერა მოიცავს 20-ზე მეტ ალბომს, რომელშიც ნათლად ჩანს მისი პროდიუსერული, ინსტრუმენტული და ვოკალური შესაძლებლობები. სოციალური ტექსტების გაჟღერებამ მას მსოფლიო მუსიკალურ სცენაზე განსაკუთრებული აღიარება მოუტანა. 2020 წელს Mono Neonმა გრემის ჯილდო მიიღო Nas-ის ალბომის ფარგლებში კოლაბორაციისათვის. ქართულმა არტისტმა რატიონიანმა საცენო სახელით რიჰა, რიგით მესამე მინი ალბომი გამოუშვა, რომლის სახელწოდებაც მალად სვანურად სიყვარულს ნიშნავს. EP-ში 5 კომპოზიციაა გაერთიანებული და თითოეულს სვანური სახელი ჰქვია. მუსიკოსი აღნიშნავს, რომ სვანური ენა უძველესი ქართული ელემენტების მრავალფეროვან მემკვიდრეობას ინახავს და მას სურდა ეს უნიკალურობა მუსიკით უსიტყვოდ გადმოეცა. თქვენ კი ამ EP-ის მოსმენა ყველა პლატფორმაზე შეგიძლიათ და სტატიას ჩვენს ვებგვერდზე billboard.com/ზე გაეცდობით. Limpretris ფრანგული დისკო პოპის სენსაცია საქართველოს 6 სექტემბერს ეწევა და შოუს თბილისში District 4-ის სცენაზე გამართავს. ფრანგული ბენდი Limpretris პარიზში 2012 წელს დაარსდა და მალევე თანამედროვე მუსიკალური სცენის ერთ-ერთ გამორჩეულ ჯგუფად იქცა. ბენდმა მსმენელის ყურადღება ავთენტური ჟღერადობითა და ელექტრო-დისკო ექსპერიმენტებით მიიპყრო. მათი მუსიკა უმეტესად ფანკის, სინთ-პოპისა და ელექტრონული ჟანრების სინთეზს წარმოადგენს. 2024 წელს ჯგუფის სცენაზე მნიშვნელოვანი სიახლით ახალ ვოკალისტთან და ახალ ალბომთან ერთად დაბრუნდა. Pulsar სრულად ავთენტური ალბომია, რომელიც ფანკს, დისკოსა და deep house-ს აერთიანებს. ამ მუსიკალური ექსპერიმენტით ჯგუფმა ახლებური განსხვავებული ჟღერადობა შექმნა. Limpretris თბილისს სწორედ ამ ალბომის ფარგლებში გამართული ტურით ეწვევა. თითქმის 4 ათწლეულის შემდეგ საფრანგეთის პოლიციამ The Doors-ის სოლისტის Jim Morrison-ის საფლავიდან მოპარული ბიუსტი იპოვა. სკულპტურა, რომლის ავტორი ხორვატიელი არტისტი Mladen Mikuliniya, Morrison-ის საფლავზე 1991 წლის 3 ივლისს მუსიკოსის გარდაცვალებიდან 10 წლის თავზე დაიდგა. 7 წლის შემდეგ კი 1988 წლის მაისში ბიუსტი მოიპარეს. წლების განმავლობაში ვრცელდებოდა ჭორები თუ რა ბედი ეწია ბიუსტს. 37 წლის შემდეგ კი პარიზის პოლიციამ განაცხადა, რომ სკულპტურა ნაპოვნია და მისი აღმოჩენა თაღლითობის საქმეზე ჩატარებულ ჩხრეკას უკავშირდება. სხვა დეტალები იმის შესახებ თუ სად იყო ბიუსტი ამ წლების განმავლობაში, ან დაუბრუნდება თუ არა მის თავდაპირველ ადგილს, არ გახმაურებულა. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული მუსიკოსი Jim Morrison-ი 1971 წლის 3 ივლისს 27 წლის ასაკში პარიზში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. ის პარიზში დაკრძალეს. დღეს სახელოვნებოს სივრცე რაუმი და მისი დამფუძნებელი უნდა გაგაცნოთ. შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო, რომელზეც ჩვენმა ჟურნალისტმა ნინო იმნაიშვილმა იმუშავა. მე ვარ გურამ შავდია, მხატვარი. მუსიკა ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩემზე და რაღაც ერთგვარი თანამგზავრია. დაწყებული ბაროკოს დროით დამთავრებული თანამედროვე მუსიკით. ბოლო წლებია მუშაობ ნიშან სიმბოლოებზე, კულტურიდან მოტანილ რეფერენსებზე, რომელიც საბოლოოდ რაღაც არქეტიპად ყალიბდება. ბეტმენი, რომელიც ქალაქ გოთემიდან გაიქცა და თავისუფლებაში სამსახურებრივ მოვალეობას აღარ ასრულებს. არის ბუნებაში, ბუნების წიაღში და ძალიან რომანტიკულად გზნობს თავს. ეხლა მუშაობ ბაროკოზე, ეს არის ჰენდელი მაგალითად კომპოზიტორი, მან ბაროკო ხდება ბუნებას, ესეთ რაღაც ინტერპრეტაციებს ვაძლევ. ჩემი შვილიც გიჟდება ბიტლსებზე. მის გასახარებლად დავხატე ერთ-ერთი ალბომის Sgt. Pepper's ყდა და როცა ვაჩვენე ეს ნამუშევარი, მე რაღაცები შემისწორა. მყოფებით რაუნში, ეს არის არტ სივრცე, გალაქტიონ ტაბეძის 18 ნომერში და ეს არის ჩვენი სახელოსნო, მე და ჩემი უღლის მარია მოდიშელიძის.
ამას უცებ ჩამოვკიდებ. მე ვარ მარია მოდიშელიძე, მხატვარი. კაი, იყოს ეს. ამ ოთახში ყველაზე ძველი ნამუშევარი არის ეს 2016 წელს არის დახატული. ჯერ იდეა წამოვიდა რაღაცა 64-ის ბაღიდან. და ეს ფანტანი, რომელიც რაღაც იმ მომენტში ფანტანზე იმდენ დაარუყავ თითქოს რაღაცა ორიენტირებული, მაგრამ მაინც აი ცენტრში რაღაც ესეთი ის წაიღო ყურადღება და წლების მერე თითქოს ისევ აფეთქდა ჩემში. მერე უკვე ტექსტილზე მუშაობისასაც წამომივიდა და აი ესეთ ფორმაში განვითარდა. ამ ეტაპზე უფრო ტექსტილით ვარ დაინტერესებული. ესეც ჩემი ნახატიდან არის თეატრი მაგ დახატული ტილოზე და რაღაცა ეს თეატრი მომინდა რომ ნაჭრებითაც გამეკეთებინა და აწყობის პროცესში ვარ. აი ეს არის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი ტექსტილში, რაც გავაკეთე. სახელწოდება არ აქვს და დიდად არც მინდა რომ რაღაც ახსნა განმარტებები მივცე. მაგრამ ესე მითხრეს რომ რაღაც იმას გავსო რა ქვიაო აფრებსო რომელიც უნდა თითქოს გაფრინდესო და რაღაც სიახლე მოიტანოსო და მომეწონა მაგაზე არ მიფიქრია. ჩვენი სახელოსნოს გარდა ეს სივრცე არის ასევე საგამოფენო სივრცე, რომელიც მარტო ჩვენი გამოფენებით არ შემოისაზღვრება და ღია არის სხვადასხვა თანამედროვე ხელოვანებისთვის. შესაბამისად გვინდა რომ ესეთი პატარა კუნძულივით ვიყოთ, არა გალერეა, არამედ თავისუფალი ალტერნატიული სივრცე. რაუმი გერმანულად ოთახს ნიშნავს სივრცეს და რახან აკადემიაში ვსწავლობდი დუსელდორფში, იქ იყო საკლასო ოთახებზე მითითებული რაუმ და მაგალითად ნუმერაცია და გვინდოდა რაღაც სიმბოლურად დაკავშირებულიყო აკადემიასთან, რომ აქაც საქართველოში ყოფილიყო ერთი რაუმი. სივრცე, სადაც იქნებოდა ხელოვანების გადაკვეთის ადგილი. დღეისათვის სულ ეს იყო. მე კი შეგახსენებთ, რომ მუსიკის სფეროში მიმდინარე ყველა სიახლეს ჩვენს ვებგვერდზე billboard.com/gisa შეგიძლიათ გაეცნოთ. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ გამოყვეთ Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. მე ვარ დინა და გემშვიდობებით ორი კვირით. ნახვამდის.